ვისურვებდი რომ თქვენ გამოყოთ ერთი შტატი, რომელიც იქნება YouTube მაყურებელი. ანუ ყველაზე მეტად აი მაგ ადამიანს ეცოდება ყველაფერი. YouTube-ის მაყურებელი, ხო ეგეთ ვაკანსია რო გამოაცხადოთ, რომელიც იცის YouTube-ი, უყურებს YouTube-ს აქტიურად და ნუ რაღაც კონკრეტული კრეატიული ხედვები და ამ შემდეგ აქვს. ძალიან ბევრი ინფორმაციას მოგცემდა, რომელიც აი თქვენ გუნდთან ერთად მუშაობაში რაღაცებს დაგარწმუნებდათ. მათ შორის, იმიტომ რომ ანუ თუნდაც ეგ აქ, მაგრამ ეს ეკოსისტემის ქართული YouTube-ს ეკოსისტემა კიდე სხვანაირად მუშაობს, იმიტომ რომ აქ რაღაცა YouTuber-ები ყველაფერს უნდა უყურებდეს YouTube-ზე, ანუ არ უნდა იყოს რაღაცა ნიშური. კი, ანუ რაღაც ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე, რა YouTube მაყურებელი ეგეთია, რომ ძალიან ბევრი ანუ იციან YouTuber-ები, ვინ ვისთან მეგობრობს, ვინ ვისთან რაღაცა შეიძლება დაპირისპირება შეიძლება იყოს, ვინ რაღაცა პოდკასტში ყველაზე კარგი პერსონა შეიძლება იყოს ამ პირიქით. აი ეგეთი ტიპის ამბები იციან კარგმა მაყურებელმა, ქართულმა YouTube-ის მაყურებელმა იცის. და თან ქართულ YouTube-ზე რაღაცა, რადგან თან მithumetes პატარა ქვეყანა ვართ, რაღაცა ძალიან თანაკვეთაშია ბევრი YouTuber-ი ერთმანეთთან ეს კოლაბორაციები და ასე შემდეგ და ეს ინფორმაცია ხო, ანუ YouTube-ის მაყურებელი თუა, ტიპიური YouTube-ის მაყურებელი ბევრზე იცის ინფორმაცია რა.